საღამო მშვიდობისა. ეს TV პირველია, მე ეკა ჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღეს საუბრობ ადამიანთან, რომლის სახელი და გვარი ბევრი წელია მესმის. მის შესახებ ბევრი წელია ვიცი, მაგრამ ახლა ხანს აღმოვაჩინე, რომ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან სიამოვნებდით ვისაუბრებდი. ხო და დღეს თქვენთან ერთად ხვდები მათ. ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი და პედაგოგი მანანა ჯავაშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მომინდა რომ ორივე მომეწვიეთ გადაცემაში, რადგან ბატონი გურამი ყველა ვიცით, მასთან საუბარი საინტერესოა, ესეც ვიცით, არაერთ გადაცემაში გვინახავს, მაგრამ ქალბატონი მანანა ახლა აღმოვაჩინე და მინდა რომ მაყურებელს გავაცნო და მივუთხრა მის შესახებ. ვიდრე საუბარს დავიწყებ, მინდა მთისწყალი შემოგთავაზოთ 0%-იანი ბრომატით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გადაცემის სრულობისას შეგიძლიათ მიირთვათ, როგორ გძანდებით პირველ რიგში? მადლობა, მგონი, ნორმალურად. კარგად. მადლობთ. მინდა მოგილოცოთ შვილების გათავისუფლება, ძალიან დიდი მადლობა. გუშინ მოხდა. გუშინ მოხდა და მოდი ამ ამბით დავიწყოთ, ხო? როგორ არიან ბიჭები და როგორ მოხდა ყველაფერი? რამდენიმე დღე, როგორი იყო შვილები ყავდათ იზოლატორში, მგონი 8 დღე, ხო? 8 დღე. მომიყვებით? შენ მოყვები? შენ ახლა კარგი. მოკლედ 8 დღის წინ მანანას დამეკა ჯავაშვილმა და ჩემ ორმა შვილმა გადაკეტეს ქუჩა რუსთაველზე. არა მარტო ჩვენ, სხვებმაც რა თქმა უნდა და როგორც გაირკვა, ეკა იყო პირველი, რომელიც ჩვენი ოჯახიდან რომელიც გადავიდა და ეკას ძალიან საინტერესო და კარგი მიზეზი ჰქონდა. მან თქვა რომ დავინახე ჩემი შვილების ხელა ბავშვები როგორ გადავიდნენ ქუჩაზე. დავინახე რომ ისინი იყვნენ მარტო და მე არ შემიძლია ისინი დამეტოვებინა. სოლიდარობის ადგა და გადავიდა. მანანას мотиваცია იყო ეგეთი, რომ მე დავინახე ჩემი და როგორ გადავიდა ბავშვებთანო და ადგა და გადავიდა. შვილების мотиваცია იყო რომ მე დავინახე დედა ჩემი როგორ დგანა ქუჩაშიო და ისინიც გადავიდნენ. ეგრე მოხდა ეს. მე რა თქმა უნდა ამას მეორე დღეს მოყვა 4-ის დაკავება, სხვადასხვანაირად, ზოგი სახლიდან აიყვანეს, ზოგი სასამართლოში მიდიოდა და რა უთხრეს ჩვენ უნდა წაგიყვანოთ. ანუ კამერებმა დააფიქსირა და რა თქმა უნდა, იქ პუბლიკამ გადაიღო ძალიან კარგი პატარა სიუჟეტი ამაზე. ესენი როგორ გადადიან და ძალიან პროფესიონალური სიუჟეტი. აი ესეთი ძალიან გულისამაჭუყებელი ვიდეო იყო. კი, და მე უყურებ ხოლმე პროფესიონალურად როგორ კეთდება ესეთი რაღაცა. ეს იყო გადაღებული უმაღლეს დონეზე. მინდია გაბაძემ გადაიღო, მგონი მადლობა მინდა და რა თქმა უნდა ის სადაც გადაფიქსირებული იყო, როგორც იმ სიუჟეტში ჩანს. პოლიცია იღებდა ამას სპეციალურად. კამერებით იღებდა. ხო, რომელი ადამიანები არიან? ხო. მეორე დილოს დააწყეს. მოხდათ ამის ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კანონებზე, რომელიც მოქმედებს და იცით სანქციაც რაც არის მაგალითად გათვალისწინებული ამისთვის. აი ყველაფერი არის უკანონო და ეს ხელისუფლებას არის უკანონო. და ეს არის ჩვენი პროტესტი იმის რომ რაღაცა ისევ შევინარჩუნოთ რაღაც თავისუფლება და ისევ ქვეყანა დარჩეს. თქვენ ოჯახის წევრები ხართ ერთმანეთის? მოკლე კომენტარი რო გითხრათ. ვინ ხართ ერთმანეთის რო გითხრათ? ჩემი შვილია, ისიც მეორეც შვილია. ეს და არის. და გამოходით გადაწყვეტეთ რომ ისაუბრეთ სანამ მოხვიდოდით აქედან რომ გადმოხვიდოდით გზაზე? არა, სპონტანურად მოხდა, ხა აშკარად. იცი რა, უბრალოდ არ ვიცი, რა ვიცი, ციხე არა უშავს რა. ძალიან გაუფასურდა ეს ციხე რა, არავის აღარ ეშინია ამათი ციხის რა. თქვენებს კი ვთხოვე კომენტარი. თქვენი მთავარი мотиваცია რატომაც ხართ? რავი, სირცხვილია. ნუ აი ძალიან სირცხვილია. წინასწარ შეთანხმდით ამაზე რომ თქვა? არა, დედაჩემი დავინახე და მაკვეთში გადმოვიდა. და ქონდა იყო ცოტა შოკის მომგვრელი ეს ყველაფერი. ჩემთვის მით უმეტეს მე არ ვიცოდი რომ ამათ ქუჩა გადაკეტეს. ესენი უკვე იმ ღამეს დაწყნარებულები იყვნენ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ხვალდილას აიყვანენ. მე არ ვიცოდი.
წელი გამიწევდა. და მეზობელმა და ამერიკელმა შენ ცოლს იჭერენ ეხლაო და ნუ ცოტა შოკი იყო. მაგრამ მე მივხვდი რომ როგორი რეაქცია იყო აი პირველი? აი ეგეთი რეაქცია იყო, იცი, წარმოგიდგენი რომ არაფერი არის და უცებ გეუბნები რომ შენ ცოლს იჭერენ. და ძალიან ვინერვულად თან ეგრევე მივხვდი რომ მარტო ჩემს ცოლს არ დაიჭერენ, იმიტომ რომ ერთად ვიცი რომ ერთად იყვნენ ესენი. ანუ მთელი ოჯახი ეპიცენტრშია იცით. ხო, იმიტომ რომ ეგ არ ვიცი რომ ესე გადაკეტილი აქვს ქუჩა, მაგრამ ვიცი რომ ერთად არიან და ეხლა თუ ამას იჭერენ, იმათაც დაიჭერენ არ ვიცი. ხო, გურამს დაუმალეთ, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რომ ყველა არ ვანერველოთ. იქნება და არ იქნება არ დაგიჭირო. ხო და 15 წუთი ძალიან ნერვიულობდი და მე მივხვდი რომ ნერვიულობას აზრი არ აქვს, არაფერს არ მოგიტანს ნერვიულობა, ეხლა უნდა პრაგმატულად გადაწყვეტო, რა უნდა გააკეთო. იქ ვინც გამოფენას კურატორები იყვნენ, უთხარი ხა კარგად იყავით, თქვენ დაგედებთ გამოფენას, თქვენმე გააკეთებთ ყველაფერს, მე წავედი სახლში. სანამ წავედი, ეს უკვე დაჭერილი იყო და მე ვცდილობდი რომ ეხლა რა უნდა გააკეთო, ეხლა სადაც წახვიდე, ეხლა როგორ უნდა იპოვო მეორე შვილი, მესამე შვილი, ნუ აი ეს შედა. ეგეთი იყო. ოდესმე წარმოიდგენდით რომ მეუღლის დაპატიმრება ესეთი ინფორმაცია თეორიულად არასდროს არ წარმოვიდგენდი, მაგრამ აი ამ ბოლო მოვლენების დროს მე ხვდებოდი რომ ეს შესაძლებელია. ყველა ის კანონი, რომელიც ბოლო 1 თუ 2 წლის განმავლობაში მიიღეს, ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები აღკვეთილიყო. რაც მთელი კაცობრიობა მიდის იქითკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს მეტი და მეტი. რომ დედამიწა იყოს ადამიანებისთვის. ეს ყველა კანონი, რომელიც ბოლოს მიიღეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები უფლებები ქონოდა ადამიანს. ამიტომ უკვე მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია. სულაც არ მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შესაძლებელია. ამიტომაც აი მე 15 წუთი მეყო ნერვიულობა. მე უკვე გადავერთე, რომ ეხლა მე რა ხდება. ეგრე იყო. ქალბატონ მანა შვილები რო თქვენთან ერთად გადმოვიდნენ რუსთაველზე, ალბათ აღელდით. იცოდით რა შეიძლება და ამას მოყოლოდა. როცა მე და ეკა გადავედით, ჯერ არც ერთი არ იყო ჩვენთან ერთად, არ იყვნენ მოსულები, მე მოგვიანებით მოვიდნენ, სადღაც 5-10 წუთით და ამიტომ ამაზე არ მიფიქრია თავი და როცა გადავდიოდი და ხო ნუ ვერ რო დავინახე, ხო მივხვდი, ხო ვიცნობ ორივეს და მივხვდი, რომ არ გაჩერდებოდნენ არც არ დაგტოვებდნენ. არა ლოგიკური დედას გადმოყვნენ, ხო? რა პრინციპში წინა დღეებში ისეთი მოჭიმულები იყვნენ, რომ ხვდებოდი, რომ შეიძლება უჩვენოდაც იგივე ნაბიჯი გადაედგათ, მაგრამ ხო ეს რაღაცა ისე მე ხვდები, რომ ახლა მათ ეს შინაგანად მათთვის ეს იყო რაღაცა დამამშვიდებელი. ის რაღაც ისეთი საქციელი რამაც ხო? ხო, რომ რაღაცით წინააღმდეგობა გაწიეს, იმიტომ რომ იქ რო დგეხარ მხოლოდ ტროტუარზე ეს განცდა ანუ ვერაფერს ვერ ცვლი და თითქოს გიჩნდება განცდა რომ რაღაცა პატარა ერთი ნაბიჯი ცვლილებისთვის შეიტანე, ხო? აი მგონია რომ პროტესტის მილიონნაირი ფორმა არსებობს. ეხლა ეს ფორმა რაც ამ ახალგაზრდობამ შეიმუშავა, რომ უნდა ავდგეთ და ქუჩა გადავკეტოთ, არის საინტერესო ფორმა, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ესეთი პროცესია, რომ აი ეს თუ მოხდება ეს წინააღმდეგობა. მე მგონია რომ ეგრე არ არის. მე მგონია რომ პროტესტი ადამიანს აქვს შიგნით და სულაც რომ არ გამოვიდეს, ეგ არ ნიშნავს რომ პროტესტი არ არსებობს. სულაც რომ არც ერთი ადამიანი არ გამოვიდეს რუსთაველზე, ეგ არ ნიშნავს რომ პროტესტი არ არსებობს. პროტესტი არსებობს სახლში, პროტესტი არსებობს სამსახურში, პროტესტი არსებობს შინაგანად ლოგინშიც როცა ცუდად ხარ. პროტესტი არის შიგნით და ის პროტესტი რაღაცა ფორმას მოძებნის. როდისღაც რაღაცა ფორმას მოძებნის, რომელიც იქნება ქმედითი. და ამიტომ აი შეიძლება გადაკეტვაში საერთოდ არ გამოიხატოს და ხო შეიძლება ამას სულაც არ იმუშაოს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ პროტესტი არის. თუ თქვათ ერთ დღეს აღმოჩნდება რომ არც ერთი ადამიანი არ მივა იქ რაღაცის გამო არაფრით არ უნდა იფიქროს თავრობამ თუ რა ვინც არის რო პროტესტი მორჩა პირიქით პროტესტი არის ყველგან პროტესტი არის თავში და გულში და ის ქმედებები რომელსაც აკეთებენ რომ ვითომ პროტესტი ჩაახშონ მაგალითად დაიჭირე კაცი და 8 დღე გაუშვი ხეს და მე დაიჭირე და 1 წელი გაუშვი პირიქით აკეთებს იმის მაგერად რომ თქვა რომ კარგით გამოუშვებთ ციხიდან ყველას ის ვინც უდანაშაულოდ დავიჭირეთ და შევცვლით ამას და იმ კანონებს უკან წავიღებ ეს შეამცირებს პროტესტს შეამცირებს კი არა გააქროს პროტესტს და აკეთებენ ისევ პირიქით და არ მოხსნის ეგ პროტესტს გაამწვავებს ეგ პროტესტს და მანამდე გამწვავდება და მანამდე იქნება სანამ ეს არ მოიხსნება ხო იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი ადამიანი უკვე ვეღარ ავთვლი რამდენი ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში
და ყველაზე აღმაშფოთებელი ქვია თუ მაგას რა ქვია. ყველაზე გულსატკენი არის ეგის, იცი რომ რაღაცა უსამართლობა არსებობს. რომ ეს უსამართლობა არის შერჩევითი ქვია თუ კონკრეტული რაღაცა ჯგუფის ხო? მე რა თქმა უნდა პროტესტი იქნება. რა თქმა უნდა პროტესტი იქნება. რა თვითონ იმ ნაწილს თავისივე ნაწილს რომელიც ახლა გაურკვეველ მდგომარეობაშია თუ რას აკეთებენ ახლა დღესაც ვნახეთ რამოდენიმე კაცის დაჭერა ისა ხო იმათ რა პროტესტი არა აქვთ რომელსაც ვერ გამოთქვენ შეიძლება სხვა პროტესტია ის მაგრამ იმათ რა პროტესტი არა აქვთ იცი რა გურამა იცის რომ მე არ ვეთანხმები ბოლომდე ამ ყველაფერში და ხო არა უბრალოდ ის რომ სახში რო დაჯდე მაინც პროტესტი გაქვს შიგნით რა თქმა უნდა მაგრამ ასე პროტესტი ქონდა საბჭოთა კავშირშიც და 70 წელი გაგრძელდა ეს. გამოგედა დაინგრო. 70 წელი არაფერი არ. ანუ ფიქრობთ რომ აუცილებლად უნდა გამოიხატოს რაღაცით უნდა გამოიხატოს მე ესე მგონია, კი. იმისათვის რომ ბრძოლა გაგრძელდეს, ხო? ეხლა სახში ჯდომით. იმისათვის რომ აი 70 არ გაგრძელდება ალბათ არც 35, მაგრამ არც 10 წელი და 5 წელი რო არ გაგრძელდეს, ხო? როდისღაც ხო უნდა დასრულდეს. შედეგი რომ მალე დადგეს საჭიროა ქმედება. აი თქვენთან მინდა ისევ გავაგრძელო საუბარი იმ დღეს როცა ქუჩა გადაკეტეთ, ხო? როცა ეს მოხდა და წახვედით სახლში. იმის მოლოდინში რომ დაგიჭერდნენ, რა მოხდა მერე? როგორ განვითარდა მოვლენები? მე დილას გამოვედი სახლიდან და მართალი გითხრათ მოვიხედე და ვეძებდი რომ ველოდებოდით, ხო? დილას ველოდი 9:15 წუთზე გავდივარ ხოლმე სახლიდან. არავინ არ იყო, მივედი სკოლაში, იქაც არ გამოვრიცხავდი რომ დამხედროდნენ, მაგრამ შევედი, გაკვეთილი ჩავატარე და სადღაც 1 საათი კიდე გავჩერდი, იმიტომ რაღაც საქმე მქონდა და როდესაც წამოვედი და რომ გამოვედი სკოლის ეზოდან და ისევ არავინ არ დამხვდა, დამირეკა ამ დროს დანარეკი დამხვდა და გადავრეკე ერთ-ერთ ჟურნალისტთან, რომელმაც წინა დღეს ჩაიწერა ჩემი ნომერი და რომ მკითხა რომ როგორ ხართო, მე ვთქარი კარგად, რა ვიცი, მე მგონი იყო ჩაი არა მეთქი და კიდე კარგი რომ ეს ტელეფონი დავაფიქსირე, იმიტომ რომ მივედი სახლში, მაღაზიაში შევიარე, საჭმელი ვიყიდე და რო ავდიოდი კიბეზე მოკლედ დამეწივნენ და მე როცა ჩამსვეს მანქანაში, მოკლედ ეს ტელეფონი უკვე მქონდა, სად უნდა დამერეკა, იმიტომ რომ ადამიანმა მომიკითხა და მკითხა რომ ხო კარგად ხართ და მე შესაბამისად ეხა დავრეკე და უთხარი რომ აი ეხა დამაკავეს. და მკითხა რომ ადვოკატი ყავთ თუ არა, მე უთხარი რომ არ მყავს, კარგითო ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე, ანუ აი ჟურნალისტმა ბოლოს ვისაც ესაუბრეთ, ხო? პუბლიკის ჟურნალისტი იყო ბიჭი და ხო, ანუ რაღაცა განცდა გიჩნდება რომ ხო ვიღაცა შენ გვერდში იდგება, ანუ გურავი კი მელაპარაკა, მაგრამ მე გავაგზავნე. მით მე აღმოჩნდა რომ ვიღაცა კი არ იდგება შენ გვერდზე. შენ გვერდზე დგას არმია. ხო. არმია. და იცი რა არის, ხო, მე აღმოჩნდა რომ ეს ყველა ადამიანი გიცნობს, იცნობს ურთიერთობა გაქვს, მაგრამ ნუ აქტიური ურთიერთობა ხო არა გაქვს ყოველთვის ყოველ წუთში და მე აღმოჩნდება რომ ეს ყველაფერი აქტიურდება. და ყველა გეუბნება რომ ეხლა მე რა უნდა გავაკეთო. რითი დაგეხმარო რა გავაკეთო. რომ მე შემიძლია წამოყვე, მე შემიძლია წამოვიდე, მე შემიძლია წაგიყვანო, მე შემიძლია რა ვიცი, ყველა გირეკავს და გეუბნება რომ აი ხა მითხარი რა გავაკეთო. და ეს იმხელა ძალას გმატებს, ხო. იმხელა ისეთი შეგრძნებაა რომ შეიძლება ღირს ეს გამოცდილება რომ მე ის განიცადო. თქვენი მოსწავლეების მშობლები ერთხმაც საუბრობდნენ თქვენს კარგ ადამიანობაზე, თქვენს ხასიათზე. როგორ მოახერხეთ რა ესეთი იყო მე როცა გამოვედი და ეს ავიკითხე, ძალიან ამიჩუყდა გული, ხო. ძალიან საყვარელი მოსწავლეები ყავს, მოდი ასე ვიტყვი და ნუ შესაბამისად ახლა ეს ყველაფერი მშობლები ოჯახიდან მოდის და რაღაცა ბედის წერაა, რომ კარგ ოჯახებთან გაქვს საქმე, ხო და შესაბამისად ნათი მხრიდან ეს არც იყო გასაკვირი, უბრალოდ რაღაცა ბევრი ერთად ძალიან დამეჯახა და ძალიან გულისამაჭუყებელი იყო. ხო, ვიტირე, ხო. მასწავლებლებში არის პროტესტი? კი, მეტნაკლებად კი, ალბათ ყველგან ასეა. მე ხა მაგალითად იქაც კი სადაც ვიყავი, იქაც კი დავინახე, რომ ვიღაცა გითანაგზნობს, თვალებში ეტყობა, ვიღაცა
ვერ ხვდება საერთოდ რა გინდა ცხოვრებაში. ყველგან ერთი და იგივე ხდება. რატო არ საუბრობენ ამაზე, როგორ ფიქრობ? ეშინიათ, სავარაუდოდ ეშინიათ. ჩვენ ახლა ჩემ კოლეგებში, ჩემს ირგვლივ მეგობრებში იმდენმა შეიცვალა აზრი, აი ახლა თუნდაც ჩემთან მიმართებაში, როცა მიცნობენ და იციან, რომ მე ვთქვათ ფულისთვის იქ ნამდვილად არ ვდგავარ, ანუ ხო არსებობს დღემდე ვიღაცებთან მოსაზრება, რომ ვიღაცა ფულს გიხდის, რას უდგეხარ, მანდ რა გინდა და როცა კარგ ნაცნობზეა და ზუსტად რო იცნობ ადამიანს ისეთზე, მე მეტი ის გიჩნდება, ხო? ეგეთ პროცესია, ეგეთ პროცესი, აი ზუსტად ის პროცესია, რომ ეს გაგრძელდება ეს ყველა შემთხვევაში. რაღაცა ქმედებები იწევს რაღაცა ცვლილებებს. აზრის შეცვლას, რა თქმა უნდა. და ეგ ადამიანური და კარგი პროცესია. და მგონია რომ აი ეს მიიყვანს რაღაცნაირად გზამდე თუ თქვენი შვილების ან მეუღლის ციხიდან გამოსვლის გადაღება მოახერხეთ? ისა მეუღლის გამოსვლა მოახერხეთ და შვილები ერთი ბაკურიანში იყო, მეორე მცხეთაში იყო და ჩემი ადგილი აღარ იყო მანქანაში, არც იქ რო წავიდნენ და არც იქ რო წავიდნენ, ამიტომ რა მე მესამე არ უნდა და წამოსვლა არეცალა. მესამე შვილმა გადაიღო, უბრალოდ მეორე შვილმა გადაიღო, მესამე შვილი როგორ გამოდის. პირველი შვილი გადაიღეს მისმა მეგობრებმა და რა ეს ყველაფერი კარგად ნახება. ისტორია არსებობს, ფოტო დაფიქსირებული. ვიდეო. ბატონო გურამ, პროტესტი როდის დაგეწყოთ ზოგადად აი ამ ყველაფრის მიმართ? წყალგამყოფი რა იყო? მე ვიცი რომ ხარდამჭერი იყავით თავის დროზე ამ ხელს. თავის დროზე არა, ერთ არჩევნებზე მარტო. პირველ არჩევნებზე. და რა მოხდა? რატო ვიყავი მაშინ? ხარდამჭერი. რა მოხდა? რა შეცვალა აზრი? როგორც კი მაშინ ერთი პარტია არის, მაშინ იყო ეს კოალიცია და მართალი რო გითხრა, აღარც მახსოვს, კიდე მესამე ვინმეც იყო, მეოთხეც იყო, აღარ მახსოვს. მაგრამ ფაქტია, რომ ვიძახდი, რომ იქ რაღაცები იყო შესაძლებელი წინა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ პროტესტი მაქვს ხოლმე არა მარტო ეხლა, პროტესტი მაქვს როგორც კი რაღაც არ მომწონს, როგორც კი რაღაცა მიმაჩნია, რომ არასწორია, არასწორად კეთდება, შეიძლება მე ვწდები, მაგრამ მე თუ მიმაჩნია, რომ არასწორად კეთდება, მე ყველა ვარიანტში მაქვს პროტესტი. ბუნებრივია. რაღაცა სახის პროტესტი. იქ მაშინ იყო პროტესტი, რომ იქ რაღაცები იყო შესაძლებელი. ეხლა თუ ამაზე, ეხლა მაგის არც ფორმატი გვაქვს და არც მაგის დრო არ არის ეხლა, რომ 12 წლის წინ თუ რამდენი წელი გავიდა იმაზე, თორე იქ ისიც რომ განსაჯო, მიხვდები რომ იქ რაღაცები იყო შესაძლებელი. თვითონაც ლაპარაკობენ ეხლა რომ იყო შესაძლებელი. ამიტომ თქვი რომ მოდი ეს შესაძლებელია, მაგრამ როგორც კი ესენი მოვიდნენ, როგორც კი პირველივე ისეთი აღარ მახსოვს რაღაც გააკეთეს, რომ მივხვდი რომ შესაძლებელია, მაშინვე დამეწყო პროტესტი, რა თქმა უნდა და შესაძლებელია. შესაძლებელია. და მუდმივად ხართ ჩართული საპროტესტო. ჩემი პროტესტი ახლა მანამ ეძახის არ ვეთანხმებიო, წაღან ესე თქვა და ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ძირეულ რაღაცეებში ყოველთვის ვეთანხმებით ერთმანეთს. ღირებულებები ერთი. ხო, შეიძლება გზა იყოს ჩვენი სხვადასხვანაირი, მაგრამ თავარი ღირებულებებში ყოველთვის ადამიანურ ღირებულებებში რა თქმა უნდა ერთი აზრის. რა თქმა უნდა. აი ამ თქვენს რთულ დღეებში ფოტოგრაფებისგან სოლიდარობა იგრძენით ოჯახის მიმართ, კი? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფოტოგრაფები ჩემთვის ფოტოგრაფები მარტო კოლეგები არ არიან, ჩემთვის ის ფოტოგრაფები არიან ჩემი თანამოქალაქეები. მეც მგონია რომ მე როგორც ფოტოგრაფი კი არ ლაპარაკობ ახლა. მე ხარ ლაპარაკობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ხო? რომელსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, რომელსაც მიაჩნია რომ ეს ქვეყანა მისია, ჩემია, თქვენიც და ყველასი. და ამიტომ მე მაქვს უფლება რომ ეს ქვეყანა იყოს კარგ მდგომარეობაში. რაც არ მოგწონს შეგიძლიათ და უფლება, მარტო სურვილი არა. უფლება მაქვს და რომ ეს ქვეყანა იყოს ქვეყანა რა. და ვიღაცამ არ გითხრას რომ რევს აკეთებ და ის არის სხვაგან რომ რაღაც ხდება ხოლმე სხვა ქვეყნებში რომ მსგავსი სიტუაციები ხდებოდა, სულ ვიძახ ხოლმე რომ კი მაგრამ ის ხალხი სად არის. ხო? რატო ხმას და მე რა აღმოჩნდა რომ შენც და ეხლა ხვდები რომ ეხლა ის იძახის რომ ეს ხალხი სად არის. მარტო აქ კი არა, შვეიცარიელმა მეგობარმა დაგვირეკა და გითხრა რომ
ხო, კარგად ხართ, რაღაც მოკლედ სადღაც ნახა ეს ყველაფერი. ვიღაც ხა გვარს იმის უფლების გარშე გვარ საფრანგეთიდან და ამერიკიდან ხوار ჩამოვიდე. რომ ჩამოხვიდე რა უნდა ვუთხარი მანდედან იყავი მანდ და მანდედან თქვი რომ ეს არ ვარ. ჩემი შვილის კლასელები მეგობრები ჩამოვიდნენ გერმანიდან, რომ გუშინ დახვედროდნენ, ხო იმ ვერ გავჩერდი. გამოსვლის დროს ხვდებით რამხელა რესურსებია ეს. საერთოდ რამხელა ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, რომელსაც აი ყოველ კაპიკს დაძდებენ, როგორმე ბიუჯეტი შეივსოს ახლა, ხო? ხო. რამხელა რესურსები იხარჯება ტყუილად. თუნდაც პოლიციის რესურსები ყოველდღე იქ. ხო, ის ხალხი, იმ ხალხს ან დასვენება არ უნდა, ან სახლი არ უნდა, ან კარი არ უნდა, ან რო აიძულებენ იმის კეთებას, რაც მათი საქმე არ არის. ხვდებით ეს რამხელა ფსიქოლოგიური რესურსებია. რამხელა ფინანსური რესურსებია, რამხელა ენერგეტიკული რესურსებია. ორი ადამიანი, აი ხა ამაზე გამახსენდა, მაგრამ რას თქვა, არ გამახსენდებოდა, რომ ორი ადამიანი გერმანიიდან ჩამოვიდა, რომ თავის მეგობარს დახვედროდა ციხესთან. ხო? ეს რამხელა რესურსი. ვერ გაჩერდნენ იქ უბრალოდ, ხო? და ისე უნდა წავიდნენ ხვალ, იმიტომ რომ იქ ისინი საქმეს აკეთებენ, მუშაობენ. და ეს ყველაფერი იმის მაგერად რომ ქვეყანას მოხმარდეს და ეს ქვეყანა წინ წავიდეს, ხმარდება რაღაც. რა, ვერ გაიგებ რას. 12-მა კაცმა დამაკავა ეგ. 12 კაცი მოვიდა, მოგროვდა, რომ მე ერთი ადამიანი მანქანაში ჩავესვით და სასამართლომდე წავეყვანეთ. რო დაერეკაც მივიდოდი. რა თქმა უნდა. ცხადია. აღარ გვინდა მაგაზე რა. კარგი. ბატონო გურამ, ათეულობით წლებია თქვენი ობიექტივი ქვეყნის უახლეს ისტორიას ასახავს. ეგრე გამოვიდა. წლებმა საზოგადოება შეცვალა, როგორ ფიქრობთ? როგორი იყო სამოქალაქო საზოგადოება მაშინ, რა ვიცი 30-40 წლის წინ და ახლა 40 წლის წინ. ანუ მე ფოტოგრაფი გავხდი 80-იან წლებში. მანამდეც კი ვიღებდი, მაგრამ მანამდე არ მერქვა რომ ფოტოგრაფი ვიყავი, ჩემთვის ვიღებდი და 80-იან წლებში გავხდი ფოტოგრაფი და მარტო ფოტოგრაფის არ ალბათ მასწავლებლისაც და ალბათ ყველა პროფესიის ადამიანის მეორე საქმიანობა არის რომ დააკვირდე როგორ იცვლება შენს გარშემო ცხოვრება. როგორ იცვლება შენ გარშემო ცხოვრება არის საზოგადოება. ხო? და როგორ იცვლება ეს ყველაფერი და ფოტოგრაფისტვის კიდე მით უმეტეს, იმიტომ რომ კიდე ვიზუალურად აფიქსირებ ამას და რჩება მეხსიერებაში. ადამიანს ხო ეგეთი ბუნება გაქვთ თვისება, რომ ცუდი რაღაცების დავიწყება გინდა და ივიწყებ რაღაც და მე აღარ გახსოვს რომ ის არსებობდა რა. ფოტოგრაფია მაგით არის კარგი, რომ გახსენებს რომ ეს არსებობდა. ამოგიგდებს უცებ რაღაცას ეძებს, სხვა რამე ამოგივარდება და ხვდები რომ ეს ხო არსებობდა და შენ გინდა რომ დაგივიდე და ვერ ივიწყებ. და აი ამ ფოტოებიდან ძალიან მაგრად ჩანს რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა. ქალაქი შეიცვალა, ქვეყანა ყველაზე მაგარი არ იყო ქვეყანა და ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი. მართალია ის 30 წელი თუ რავი, ეს 90-იანი წლები იყო უმძიმესი ყველაზე, მაგრამ იყო ერთი მთავარი რაღაცა, რომ ქვეყანა იყო დამოუკიდებელი. და ეხლაც არის დამოუკიდებელი ქვეყანა. და ეს არის ყველაზე მთავარი პირობა იმისი, რომ ქვეყანა და ადამიანები გვერქვას. ამისი კარგი მაგალითია, ეხა ჩავერთები და მანამ სიტყვას აღარ ვიცი, მაგრამ ისა ამისი კარგი მაგალითია ის 3 წელი, 18-21 წელი. როცა 3 წელი იყო ქვეყანა დამოუკიდებელი და იმ 3 წელიწადში ქვეყანა გახდა ქვეყანა. ქვეყანა წინ წავიდა. იმ 3 წელიწადში მიხვდნენ რომ ეს ხალხი უნდა გაუშვან სასწავლებლად ევროპაში. რომ იქიდან ჩამოიტანონ ის რაც მოწინავეა და იმ ხალხმა და თან ვინ უშვებდა ვისი სტიპენდიით, სარაჯიშვილის სტიპენდია, სარაჯიშვილი მდიდარი ადამიანები იხდიდნენ ფულს, რომ ეს ხალხი წასულიყო ესწავლოთ. და რო მე ახლა ჩემი სფეროდან ვიცი რა, მაგალითად დავით კაკაბაძე რო არ წასულიყო პარიზში და იქ არ ენახა იქ რა ხდება და თვითონ იმათზე მაგარი იყო კიდე და ეს ყველაფერი არ გადაიაზრებინა და უკან არ ჩამოეტანა, ჩვენ ახლა ვიქნებოდით 50 წლით უკან. კი ბატონო, განვითარებას და წინსვლას აუცილებლად მენტალურად ვიქნებოდით. უკან. და ესეთი ხო მარტო მხატვრები არ იყვნენ, მეცნიერები იყვნენ. ჩვენ უნივერსიტეტის, რომელიც 18 წელს გაიხსნა. ხო? აი დამოუკიდებელ იმას ემთხვევა ეს ყველაფერი. პირველი რექტორი იყო ქიმიკოსი. პეტრე მელიქიშვილი. პეტრე მელიქიშვილმა რო გაიგო, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. რო გაიგო, რომ თბილისში უნივერსიტეტი და იხსნება. და რო უთხრეს, რომ აქ ეხლა შენნაირი ადამიანები გჭირდება. ეგრევე ჩამოვიდა და იმ ეგეთი ადამიანების
ხარჯზე არსებობს ქვეყანა რა, რომელსაც თავის ქვეყანა იციან, რომელსაც საქმე იციან და იციან რომ ამ ქვეყანაში უნდა განვითარება და წინსვლა რა თქმა უნდა. ამ ქვეყანაში უნდა ააშენო რა. როგორც პედაგოგს მინდა გკითხოთ. აი რასაც ამბობს ბატონი გურამი, აზრი მინდა გავაგრძელო. ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, სკოლა, ოჯახი, გარემო, ხო? ცხადია. რა ფორმით უნდა მიუდგე ბავშვს? სწორი ღირებულებები რო კონდეს, აი უფრო რომელმა უნდა განსაზღვროს? ასაკს გააჩნია პირველი სკოლამდელი ასაკი 7 წლებს ვეძახით ჩვენ ხო 7 წლეულს ოჯახი ცალსახად ხო? და ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ მერე ან ზოგადად მიბაძვის ძალები არის ბავშვი ძალიან ძლიერი. მე როგორც დედას mbadzავს თავიდან, მე მიდის მეგობრები, მაგრამ მეგობრებზე მეტად აი მოზრდილი ადამიანები, ვინც მის წინ დგანან როგორც რაღაცა შემდგარი ადამიანები, მისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. მაგალითს იღებს მათ. მაგალითები არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრინციპში ახლა აი ხო ფიქრობდი ეს დღეები, რომ მოდიან და ჩემი დიდი მოსწავლეები უკვე ანუ მე-7 კლასიდან მე-12-მდე ვასწავლი ქიმიას და აი უფროსები უკვე მე-12 კლასელები მე-11 მოდიან და უბრალოდ მკოცნიან და მადლობას მიხდიან ხო ეს არის რაღაცა დოზით მაგალითი მათთვის ეს ხო როცა გიცნობენ როცა ხვდებიან რომ შენ მათთვის თქვათ საყვარელი ადამიანი ხარ იციან როგორ იქცევი კონკრეტულ სიტუაციებში მე ხო პირველად ხო არ ვხედავენ და შესაბამისად მე როცა ნახულობენ აი ამ სიტუაციაში იციან რომ ეს არ არის ჩემი ჰობი ხო ასე არ არის ჩემი მე ამას არ ვაკეთებ იმიტომ რომ ყველაზე დიდი დისკომფორტი მაქვს ახლა იმაში იმიდან გამომდინარე რომ თქვათ თუნდაც ახლა აქვს ვარ ტელევიზიაში მოკლედ ეს არ არის ჩემთვის კომფორტი მაგრამ რომ ხვდებია რომ კომფორტზეც უარი ვთქვი და აი ამ რაღაცა კომფორტული გარემოდან გამოვედი იმიტომ რომ სწორად ასე ჩავთვალე ეს პრინციპი ესეც მაგალითია მე არა ვარ ისტორიის მასწავლებელი მე არ ვარ ლიტერატურის მასწავლებელი რომ ვთქვათ მორალურ რაღაცებზე ვისაუბროთ ხოლმე ხო მაგრამ ყველა ჩვენთაგანი ადამიანობა და პიროვნება ყველგან ცალსახად და არა მარტო ჩვენ ანუ იგივე რა ხდება გარემოში თუნდაც ტელევიზიაში ვთქვათ რაზე კეთდება აქცენტები ცხოვრებაში ხო ეს არის ყველაფერი საბოლოო ჯამში მე მაყალიბეს ჩვენ ახლა მე და გურამი 65 წლისები ვართ და საბჭოთა კავშირში დავიბადეთ გავიზარდეთ ჩამოვყალიბდით ხო და პრინციპულად შეიძლება ითქვას რომ რაღაც პერიოდი ის გარემო გვაყალიბებდა მაგრამ მეორე მომენტია რომ ადამიანი ყოველთვის გინდა რომ შენ თავზე მაღლა დადგე ხო ანუ რაღაცა მეტად გაიზარდო წინ წახვიდე ამოძვრე რაღაცა იმ ჭაობიდან რომელშიც ოღონდ უნდა მიხვდე რომ ეს ჭაობია ხო ოღონდ ამის აღიარება უნდა შეგეძლოს ხო რომ გამოსწორება გინდოდეს და შეგეძლოს ხო და ადამიანი პრინციპულად შეიძლება ითქვას რომ იმიტომ იბადება ამ ქვეყანაზე რომ სამყარო უნდა ვცვალოთ მუდმივ რეჟიმში ხო სხვა შემთხვევაში ანუ ეს მოძრაობა არის ჩემოთ ერგო ხო ანუ სხვანაირად ჭაობი მომენტალურად ჭაობდება თუ რაღაცას არ ცვლი არსებულითაც კმაყოფილი რო ხარ კატასტროფა. უახლესი ისტორიის თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა გაქვთ გადაღებული. აი თქვენი გადმოსახედიდან რომელი იყო გარდამტეხი და ცვლილებების მომტანი? ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი ყველა არა მაქვს გადაღებული, მაგდენი ეგრეც არ არის. ყველგან ვერ იქნები, მინდა რომ მაგრამ ყველგან ვერ იქნები. მე ვფიქრობ რომ ის რომ ქვეყანა თავისუფალი გახდა იყო გარდამტეხი, ის რომ 90-იანები დავამარცხეთ. გადავლახეთ. იყო გარდამტეხი. ის რომ ყველა პერიოდი არის გარდამტეხი. აი ყველა ესეთი ძლიერი, მაგრამ ყველა ძლიერი მაინც გონია რომ საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა ის იყო. რუსეთს ეხლა ძალიან დიდი მცდელობა აქვს, რომ საბჭოთა კავშირი დააბრუნოს რა. იმიტომ რომ იმას სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლია.
იმას რუსეთს არ შეუძლია ნორმალური ცხოვრება. რუსეთს არ შეუძლია რომ ომის გარდა რამე შექმნას. ეს არის მათი პროდუქტი. აი რომ ჩვენი პროდუქტი ხო არის ჩურჩხება. იმათი პროდუქტი არის ომი. ამიტომ ის სულ ეცდება რომ ეს გააკეთოს რა. და მე ამიტომ მგონია რომ ყველაზე გარდამტეხი იყო რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა. და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ საბჭოთა კავშირი აღარ დაბრუნდეს. არა, ვიცი რა, თან მგონია რომ ახალგაზრდებს, ვინც მოყოლით იცის საბჭოთა კავშირი რა არის. არ წარმოუდგენია. ვერ წარმოუდგენია. ეს წინააღმდეგობაც ეგ არის. ეს ადამიანები თავისუფლები დაიბადნენ, 2000 წელს დაიბადნენ და უკვე ამის დაკარგვა არ უნდათ. ეხლა ვერ ხვდებიან რომ ვიღაცა რატო ეუბნება, რომ არ უნდა ისწავლა. ხო. რატო არ უნდა ისწავლა? მინდა სწავლა და გეუბნები რომ არ ისწავლა, რა შეგჭირდება. გეუბნებიან რომ იცი რა არის რა თავისუფლება. ხო და არ ვერ გაუგია იმას რა. ხო და მე ვიცი რა იყო ის, როცა არ ახარ თავისუფალი და მე უფრო არ მინდა. ვიდრე იმას. იმას უბრალოდ ვერ გაუგია და მე არ მინდა რომ საბჭოთა კავშირი დაბრუნდეს. გადაღების დროს ფოტოაპარატი დაგიდიათ და პროცესი ჩართულ ხართ. გადაღების დროს ფოტოაპარატი დაგიდიათ და პროცესი ჩართულ ხართ. მე ვფიქრობ რომ როცა ფოტოაპარატით ვარ, მაშინაც პროცესში ვარ ჩართული. მე ის რომ შენ დგეხარი და იმ საქმეს აკეთებ, არავინ არ ჩათვალეს რომ ფოტოგრაფი ჟურნალისტი არ აქვს მნიშვნელობას, რომ ის არ არის, ის არის ხა ნეიტრალური და არც უცხოელიც კი. აი როცა უცხოელი აქ იღებს რა ხდება, ის არის ადამიანი და იმას აქვს დამოკიდებულება. თუ არა განცდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ხდება რომ რაღაცა სწორია, რაღაცა ადამიანურია და რაღაცა ამას ეწინააღმდეგება და როცა მით უმეტეს იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რა მნიშვნელობა აქვს ფოტოაპარატი გიჭიროს თუ არ გიჭიროს. და კადრშიც ჩანს კი, დამოკიდებულება. პირიქით ეს მე ხა კონკრეტულად მე მეხმარება რომ კიდე უფრო ნათლად დაინახო ეს ყველაფერი. არა, მე ვიგულისხმე აი საშველად თუ მისულ ხართ, აი რაღაცა ისეთ სიტუაცია თუ ყოფილა. შეგეძლოთ გადაგეღოთ და დაგეფიქსირებინათ, მაგრამ აი რაღაცა ამის დრო არ არის და ეგეთიც არ მახსოვს. ამათგან შველა ჟურნალისტებისგან, ფოტოგრაფებისგან მეტად არის ის, რომ ახლა მე მაგალითად იმ დღეს როცა იქ ვიდექით და ჩვენს წინ დადიოდნენ პოლიციელები და გიღებდნენ და პარალელურად ისინი ჟურნალისტები მოდიოდნენ და გესაუბრებოდნენ, ეს იმხელა თანადგომა, რომ ჩათვალეთ, რომ ეს პროცესში ანუ იმათ ნაკლები არ გაუკეთებიათ ვიდრე ჩვენ. ანუ ეს არის ისინი რო არ ყოფილიყვნენ, შეიძლება შენ გეგრძნო თავი შიშულად, დაუცველად და იქიდან რომ ვიღაცა თანაგრძნობის თვალებით გიყურებს, არის საოცარი დახმარება. თქვენი კარიერის დასაწყისში ისეთი ტექნოლოგიები რომ ყოფილიყო და შესაძლებლობა როგორი სახლა არის. საინტერესო იქნებოდა ფოტოგრაფია. კი, უბრალოდ კი, რა თქმა უნდა, დღევანდელი მაშინ ზენიტი იყო მახსოვს ხო? დღევანდელი ტექნიკა არის მე ვერც წარმომიდგენი რომ ამაზე სრულყოფილი შეიძლება უკვე კიდე რამე გააკეთო რა. დღევანდელი ტექნიკა არის, ნუ აი მართლა თით დააჭერ თვითონ იღებს. დღეს ფოტოგრაფი იმაზე კი არ ფიქრობს რომ ტექნიკა კარგად იცის თუ არა. დღეს ფოტოგრაფია თუ ჟურნალისტი რა მნიშვნელობა აქვს, ვინც იღებს, ის ფიქრობს რომ რას იღებს ის როგორი მნიშვნელობით აღბეჭდოს. უკვე ფიქრობს თემაზე და არა ტექნიკაზე. და მე როცა ვიწყებდი, ნახევარი უნდა გეფიქრა რომ ეხლა ეს ყველაფერი გამოვა თუ არ გამოვა. და მე იმაზე ვფიქრობ რომ გამოვა ის რა იქნება. ხო? და ეს არის უდიდესი, რა ქვია მაგას, კომფორტი. უდიდესი კომფორტია, როცა ნუ აი ესეთი პატარა კამერა რო არის სრულყოფილი. გინდა კინოს გადაიღებ, გინდა ფოტოს გადაიღებ, გინდა გადაგზავნი. იმ წუთში გადაგზავნი. ეგეც რამხელა დრო როგორ შეიცვალა და სისწრაფე როგორ შეიცვალა ინფორმაციის. წარმოგიდგენია რომ ადრე უნდა გადაგეღო, უნდა გაგემჟღავნებინა, მე უნდა დაგებეჭდა, მე უნდა მიგეტანა და მე უნდა დაებეჭდათ გაზეთში. მე თქვენი გადაღებული სპექტაკლები მაქვს ფირების სახლში. კი, არსებობს ეგრე, კი და. მაგრამ მაინც აი გამიგია ფოტოგრაფებისგან რომ ფირზე მაინც სულ სხვა არის. არ არის, ეგ არის ზღაპარი. ეგ იყო რაღაცა ნოსტალგია ქონდა. შავ-თეთრი კადრი. თავიდან რომ გაჩნდა ციფრული გამოსახულება, არ იყო ის სრულყოფილი. როგორც ყველაფერი ახალს დახვეწა ჭირდება, ხო? და რა მაშინ თალსახად იყო რა, რომ ეხლა ამ ფირით რო იღებ და
ციფრით რო იღებ დიდი განსხვავებაა. ეხლა ისეთი სრულყოფილი კამერებია, რომ კაცი შეიძლება ვეღარც მიხვდეს, ფილტრი გადავიდეთ ციფრით. აი თქვენი კადრების პირველი შემფასებელი ვინ არის? თქვენ, ქალბატონ მანანა თუ შვილები? არა. არ ვიცი, არც მე და არც შვილები ალბათ. თავად. ხო. აბა ვისი შეფასებაა მნიშვნელოვანი? იცი რა არის, ყველა ადამიანის შეფასება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მანანასი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას იმდენი თავის საქმე აქვს. რომ მე იმდენი თავის საქმე მაქვს, რომ რეალურად ჩემს სურათებს ეს გამოფენაზე ნახულობს. ამ ბოლო გამოფენაზე ვერც ნახა, იმიტომ რომ ეს უფრო აქტუალური იყო, რომ მოვიდა, იმ დღეს გამოუშვეს ციხიდან და გამოფენაზე რომ მოვიდა, გამოფენას არავინ არ უყურებდა, მანანას თან მივიდნენ ყველა და მაგარი რეკლამა გამიწია. სხვათა შორის, იმიტომ რომ იმდენი ხალხი მოვიდა მანანას ანახავად, რომ ყველას ეგონა რომ გამოფენაზე მოვიდნენ და ძალიან კაი იყო. მაგრამ შეფასებაც რაც შეეხება, ხო გეუბნები, ეს იმ ხალხის საქმეა. ფოტოგრაფია მარტო ის არის რომ გადაიღე. ხო მე არის ფოტოგრაფია არის რომ მე დაჯექი ამაზე იფიქრე, რომელი ჯობია, რომელი ჯობია კონტექსტში, რა უნდა უყო ამას ყველაფერს და რეალურად მე შეფასება ხდება აი ვთქვათ გამოფენაზე. როცა ამას სამჯავროზე გამოიტან. ან დაბეჭდავ რა ვიცი გაზეთში, ჟურნალში, გაზეთი სადღარი აღარ არის. ხო სადღაცა დაბეჭდავ და მე როცა ნახულობს თუნდაც შენი მეუღლე, აი შეფასება ხდება მაშინ იქ. თორე ეგრე არა გვაქვს დრო, არც ამას არ აქვს იმის დრო, ეხლა მივუტანო და ყველა ფოტო ვაჩვენე, ნახე რა გადავიღო. მე ტყვის ნახე როგორი საკონტროლო თუ რა ბავშვმა ნახე როგორი საკონტროლო დამეწერა, ხო ეტყვი რა დროს საკონტროლო. ესეც მეუბნება რა დროს ფოტოა რა. ყველას თავის საქმე გვაქვს რა. პოლიტიკოსები გადაგიღიათ? კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და იმიტომ არა რომ ეს ჩემი სურვილი იყო, მინდა გითხრათ. გაზეთში მუშაობდი 90-იან წლებში, მაგარი გაზეთი იყო 7 დღე. ჩემი თაობის ჟურნალისტებმა დამოუკიდებელ საქართველოში ხდება ეს უკვე რომ ჩემი თაობის ჟურნალისტებმა გააკეთეს ახალი დამოუკიდებელი გაზეთი როგორც კი დაიწყო დამოუკიდებელი გაზეთების შანსი რომ გაჩენილიყო და იფიქრეს ალბათ ეგრე ვფიქრობ რომ თავისივე ასაკის ფოტოგრაფი ანუ თავისივე თანამედროვე ფოტოგრაფი უნდა მოეძებნათ და მე უკვე გამოფენები მქონდა გაკეთებული და ზვიადმა და მე გაქორიძემ და მითხრა რომ ხوار წამოხვალ ჩემთან სამუშაო ხوار იმუშავებ ჩემთან როგორც ფოტოგრაფად და ამ ჩემ ფოტოგრაფიას სახში მანანას გარდა მთელი ოჯახი უყურებდა რომ აო ეხლა ეს რაღაცა ერთობა მანანა ყოფილა შემფასებელი მანანა ძალიან მაშინ ხო მაშინ მეტად მაშინ გეცა ისა და აუ ძალიან სასაცილო უნდა გითხრათ ქიმიის ინსტიტუტში მუშაობდი და $8 ეკვივალენტი მქონდა ხელფასი 92 წელია თუ რაღაც და გაზეთმა შემომთავაზა $16 ეკვივალენტი. გამდიდრებულ ხარ. სახში მედი უთხარ ეხლა ხო ხვდებით რომ დამთავრდა ეხლა ქიმია და იწყება ფოტოგრაფია. და ესე გამოვიდა. და ეგ რასაც თქვენ იძახით რომ მანანა ყოფილა შემფასებელიო, რაღაცა პერიოდი იყო რომ მანანა მუშაობდა და მე უსახმურობდი. ან ვეძახი რომ უსახმურობდი ის რომ არ მუშაობდა არ მუშაობდი, შემოსავალი არ მქონდა და ძალიან ბევრ ფოტოებს ბეჭდავდი რომ ნუ რაღაცა ტექნოლოგია, ტექნიკა და ერთხელ არ მითხრა რომ ხო შეიძლება ეთქვა რომ წავდი რა იმუშავე რა დროს საქმე გააკეთე. ხო რა ვიცი სამი შვილი არ ვიცი და ანუ პატივს სცემდა პროფესიას. მარტო პატივს სცემდა არა ხდებოდა რომ ეს რაღაცა ყვილა კი არა ვარ საქმეს ვაკეთებ უბრალოდ ეს საქმე ახლა არ არის და მე იქნება და მე გახდა ისეთი რომ ხო მე გახდა აი იმ შრომამ ზუსტად მე მოიტანა ის რასაც დღეს მე რო ვიწყებდი ფოტოგრაფიას, ფოტოგრაფია იყო არაფერი. არაფერი, ხო? არაფერი. და ეხლა ფოტოგრაფია არის ძალიან პრესტიჟული პროფესია და მე ვფიქრობ, რომ ჩემი თაობის ფოტოგრაფების დამსახურებაც არის ამაში. რა თქმა უნდა. ხო, იმ საბჭოთა კავშირის იმაში იყო რაღაცა იდიოტური სტანდარტები. არსებობდა მარტო რაღაცა დაფიქსირებული კი არა, ვიღაცის მიერ ჩამოწერილი გზა. სკოლა უნდა დაამთავრო, მე უმაღლესი უნდა დაამთავრო. სამედიცინო იყო ძალიან ტრენდული, პრესტიჟული. განსაკუთრებით რაღაცები, მე დისერტაცია უნდა დაწერო და მე გერქმევა რომ რაღაც ახარ რა, პროფესორი ხარ თუ რაღაც ახარ და პროფესორობამდე უნდა მისულიყავი. ხო, და ეხლა არის თავისუფლება, რა გინდა აქედან მოუარე და ესე გახდი პროფესორი, გინდა იქიდან მოუარე, გინდა სუნუ გახდები. გინდა პროფესორზე მაგარი გახდი, ფოტოგრაფი გერქვას თქვა. ხო, იმიტომ რომ მაშინ ერქვა რომ პროფესორი არის მაგარი და ფოტოგრაფია არის არაფერი. ეხლა პროფესორიც მაგარია და ფოტოგრაფიც მაგარია. მთავარია შენ საქმეში იყო მაგარი. კი. შენ საქმეში იყო მაგარი და მაკეთკენ უნდათ რომ წაგვიყვანონ რეალურად. ისე იქ დავბრუნდეთ.
რომ ხო ერთი გზა არსებობდეს ხოლოდ მათ მიერ დასახული და მორჩა. გადაღების დროს ფოტოგრაფის განწყობა შედეგზე, ანუ ფოტოს ხარისხზე აისახება. იცი რა არის, ეხა ხარისხზე არ აისახება, მაგრამ განწყობას ტექნიკას არ გულისხმობ. აი პოლიტიკოს რო იღებ მაგალითად. რა კონტექსტში იღებ? არ მოგწონს. იცი რა არის, ესე პირდაპირ არ აისახება, მაგრამ შენ და უნებურად პოზიცია ჩანს. შენ და უნებურად, აი რა კადრს ირჩევ, ფოტოგრაფია არის რაღაცის ამოჭრა. ხო, აი ამ ხელა სამყაროა და შენ უნდა ამოჭრა რაღაცა, ხო? აი რა სამოჭრი. რაც მნიშვნელოვანი და ძირითადია. რაც სწორ მეშიც გააკეთებს, ან სწორ პოზიციას დაგანახებს, ხო? და ფოტოგრაფი რას ამოჭრის? ამას ამოჭრის და ამას ამოჭრის. მისი ორი სხვადასხვა რეალობა. და რა თქმა უნდა ეს სუბიექტურია ძალიან რა და რატომაც არა. თუ გაქვს დამოკიდებულება, რატომაც აისახება. ერთადერთი რასაც სულ ვცდილობ ხოლმე და სულ ჩემ თავსაც ვეუბნები, რომ არ უნდა გადაიღო ფოტო, რომელიც ვიღაცას დაამცირებს. ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ ამის უფლება არ აქვს. ხო? საკუთარ თავს არაძლევ მაგას. ამიტომ აი ის ფოტოგრაფია, რომელსაც პაპარაცობა თქვია თუ რაღაცა ქვია, მგონია ის კი არავის ვერ აფცერებ იქ, ვერავის ვერ. უბრალოდ სასაცილოა რა, იმაზე რომ ვიღაცას ღილია გახსნილი და შენ ეს გადაიღე. მოჭერაზე ხარ რაღაცის. რა სასაცილოა იცი რომ აი. რისი გადაღება გიყვართ ყველაზე მეტად? თემატიკა. ალბათ უნდა თქვა რომ ადამიანები რა თქმა უნდა. ადამიანს ყოველთვის უყვარს ადამიანი და ადამიანების გადაღება მიყვარს. მაგრამ კიდე მიყვარს ისე გადაღება, რომ შენ ეს რაღაცას გასწავლის. არის კი არა რომ მე რა გამოვალ ამაზე სურათი არა ამაზე სურათი რაღაც. არა, როცა რაღაცას იღებ, იმიტომ რომ რაღაცას დააკვირდე, მოდი ესე ვთქვა და მე ამან რაღაცა მოგცეს რა. სამუშაოდ ველზე ინტერესის მიხედვით გადიხარ თუ ნებისმიერი ნიშნულოვანი ამის დროს ვალდებულებას გქონდა პროფესიას? არა ვარ, ეხლა აღარა ვარ, ეგეც ასაკის გამოა რომ მგონია რომ იმდენი კარგი ფოტოგრაფია არსებობს და ისა ენერგია ჭირდება რაღაცა რთულ გადაღებას, ენერგია ჭირდება რა. აი, მოდი ესე ვთქვა, ახალგაზრდული ენერგია ჭირდება. ბევრი რამე კიდე, მაგრამ კიდე ახალგაზრდული ენერგია და ისეთი მაგარი ფოტოგრაფები არიან, იმ ხელა ენერგია აქვთ, რომ მე რატომ უნდა გადავიღო ისინი იღებენ. ჩემზე კარგად იღებენ, ახლა იმათ შეჯიბრს ხوار დაუწყებ, მაინც ვერ მოვუგებ და ამიტომ გადავწყვეტე რომ აი სტუდია მაქვს და სტუდიაში ვიღებ ჩემთვის წყნარად პეპლებს მაგალითად და თუმცა რა თქმა უნდა როცა ვარ რაღაცა ჩემ წინ რაღაც ხდება და მე იქ ვარ გინდება არა მოვალეობაც კია რომ ეს ყველაფერი დააფიქსირო რა თუნდაც საკუთარი ჩემი ოჯახი როგორ დგას მიტინგზე ხო რამოდენიმეჯერ დამიფიქსირებია რომ ახალი თაობის ფოტოგრაფებზე მოგწონთ ხო ეთყობა კარგი თაობა ხო იმიტომ რომ ციფრული ფოტოგრაფია რო გაჩნდა და ადვილი რო გახდა ფოტოგრაფია, ყველა მაშინ ჩათვალა რომ უი მეც ფოტოგრაფია ყველა ფოტოგრაფი გახდა და მეც მაშინ ვერ ხვდები იბნევი თუ რა უნდა უთხრა, რატო არ არის მისი ფოტო კარგი, ხო. და მერე მოვიდა შემდეგი თაობა, რომელიც ძალიან კარგად მიხდრა, ის წინა თაობა, რომელიც მარტო უბრალოდ კამერას თით საჭერს, ხო? არ გამოსდეთ ის ფოტოები, რომელიც ამათ აინტერესებთ. და თქვათ, აღმოჩინეს, რომ ფოტოგრაფები, რომელიც თქვათ უფრო ადრე იღებდნენ ცუდი ტექნიკით, ისინი რაღაცა უფრო მეტად აინტერესებს ვიდრე რაღაც. და დაიწყეს გარკვევა, რომ რატო არის ის საინტერესო. და მივიდნენ იქამდე, რომ უნდა ყველაფერი, როგორც ყველაფერში, ხო? უნდა ისწავლო. უნდა ქიმია ისწავლო სკოლაში, მერე ფიზიკა უნდა ისწავლო სკოლაში, მერე ხელოვნება უნდა ისწავლო სკოლაში, რომელიც არ ასწავლიან წესიერად. ხო? აი, ეგ არის ძალიან სასაცილო, რომ ვიზუალურ ხელოვნებას სკოლაში ასწავლიან ისე. გინდა ყოფილა, გინდა არა რა. გააჩნია სკოლაში. ბადიში. ხო, თუნდაც, ხო და მე გამოდიან რომ აი კარგი მაგალითი მაგისი რა, რომ მუზეუმებში ხალხი არ დადისო. იმიტომ არ დადის რომ ბავშვობისას არ შეაჩვია რომ მუზეუმი შენია. ბავშვი არც ერთხელ არ შეიყვანა იმ მუზეუმში. იმ ბავშვმა არ იცის შიგრავი და შინია რა ვიცი, რა უნდა შევიდეს უცხო შენობაში, ხო? და თუ ორჯერ შეიყვან მუზეუმში, უცხოეთში არის ხოლმე რომ გაკვეთილებს ატარებენ, ხატვის გაკვეთილებს ატარებენ მუზეუმში, ალბათ ყველა შეხვედრი ხარ, შედიხარ მუზეუმში, დარბაზი არის გადატენილი ბავშვები ხატავენ რაღაცებს, ხო? და იმ ბავშვს იმან იცის რომ ის მისია, ის მუზეუმი. და როგორ იზრდება, ადგება და თვითონ შევა. და თვითონ გაარკვევს მე კარგია, ცუდია, რა არის, ხო?
ხო და ამიტომ ეს ამ ფოტოგრაფებმა ახალგაზრდებმა მიხვდნენ რომ უნდა მარტო თან ფოტოგრაფია და ვიზუალური ხელოვნება კი არ უნდა ისწავლო, ყველაფერი უნდა ისწავლო. განვითარდნენ ზოგადად. ლიტერატურა, ფილოსოფია, ყველაფერი უნდა ისწავლო. და ძალიან მაგრები არიან რა და ამ ყველაფერს, აი ამ მოვლენებს, ამ ყველაფერს უდგებიან როგორც ცნობიერი ადამიანები. და ამიტომ უკეთესად გამოდის. ამიტომ უკეთესად ცნობიერებენ რა ხდება ახლა მათ თვალწინ, ხო? ამიტომაც ამ ქართველი თანამედროვე ახალგაზრდა ფოტოგრაფების უამრავი წარმატებული ნაბიჯები, მაგალითად, უცხოეთში გამოფენები, ვორქშოპები, უცხოეთში დაპატიჟებები რაღაც საქმეებზე, დაბეჭდა გაზეთებში, იმიტომ რომ აი ადრე როგორ იყო ხოლმე, იმის გამო რომ შენ ტექნიკა არ ქონდა, შენ არავინ არ გიცნობდა 90-იანებზე ვლაპარაკობ, რამე რომ მოხდებოდა საქართველოში, ეგრევე ჩამოვიდოდა ვიღაცა ცნობილი ფოტოგრაფი, ის გადაიღებდა, იმას ჰქონდა კაი კონტაქტები და სუმის ფოტოები იბეჭდებოდა ამ ჩვენი ქართული მოვლენების რა. ეხლა ისინი ესე მაგრად იღებენ, რომ სუ ქართველების გადაღებული იბეჭდება ახლა საშუალებაა მაგის. ხო, იმიტომ რომ ხვდებიან რომ ნაკლებები კი არა უკეთესები არიან რა. ეს ახალგაზრდები იმითიც არიან უკეთესები, რომ მათი საკუთარი გარემოა, მათი შექმნილია, მათი ემოციაა, ხო? გაცილებით მეტად შიგნიდან იციან ეს ყველაფერი, ვიდრე ვთქვათ, დიდმა თაობამ, ხო? ეს მომენტიც უცხოელმა თუ მით უმეტეს კი. კადრები არსებობდა, თვითონ ხან ცეცხლში არიან, ხან წყალში არიან, ხან მოწამლულები არიან, ხან ტყუები. გურამ მურადოვი, ეხლა ამერიკაშია. გურამ მურადოვი ძალიან მაგარი ფოტოგრაფია. აი ეს რეზინის ტყუები რო დაგვიშინეს, 9 ტყუია მოხდა ზურგში. და წარმოგიდგენია. და გმირია, აბა რა არის? 9 ტყუია. ქაბატონმანა, გააჩნია სკოლასო თქვით. მე ვიცი რომ თქვენ ხართ ვალდორფის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხო? ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. რა და ვინ უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ რაღაც ძირეულად გამოსწორდეს? თქვენი სკოლის მაგალითზე რა შეგიძლიათ თქვა? მიდგომა როგორია? სწორი მოქალაქეები რო გაიზარდონ, აი თვითონ სწავლის მეთოდში რა არის შესაძლებელი? ისიც რა არის ჩვენს დღევანდელ სკოლაში ძირითადად არ გულისხმობ ვალდორფის სკოლას, ზოგადად რაც ხდება განათლების სისტემაში. მთავარი აქცენტი კეთდება ინტელექტუალურ განათლებაზე. არადა ემოციური განათლება, ემოციური ინტელექტს ხმარობენ ახლა ტერმინს, ხო? არათუ ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის, მე რომ მკითხოთ მეტად მნიშვნელოვანიც არის. იმიტომ რომ აი ეს მიმღებლობა გარემოს, ეს როგორ აღვიქვავ გარემოს, როგორ განვიცდი მოვლენებს, რომლებიც ჩემს ირგვლივ ხდება, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩემს ემოციაზე და მე თუ ვთქვა ადამიანს ვზრდი, რომ იცი რა მნიშვნელოვანია მათემატიკა იცოდე და ასე შემდეგ, მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ყველაფერს ისევე ვასწავლით, როგორც ყველა სხვა სკოლაში. მაგრამ ის არ არის ნაკლებ მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა იყოს გაცნობიერებული და აი სოციალურ უნარებზე უნდა იყოს მეტი მუშაობა, ხო? რა ვიცი, თქვათ მაგალითად ვალდორფის სკოლაში ვაკეთებთ, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ვალდორფის სკოლის გვირგვინის ვეძახი, როცა მე-11 კლასში კეთდება სოციალური პრაქტიკა და მიდიან და ვთქვათ 10 დღე 2 კვირა გააჩნია როგორ ჯდება ის დროში. ვთქვათ გარკვეული შეფერხების მქონე ადამიანების დაწესებულებებში მუშაობენ, ეხმარებიან, რა ვიცი, ბანენ, საჭმლის გაკეთებაში ეხმარებიან და ასე შემდეგ აჭმევენ. ხო, ანუ ეს ან ქუჩის ბავშვებთან განცდა რაღაცა რომ გამომუშავო. და ხო, ეს ძალიან მე ვიცი როგორები ბრუნდებიან ბავშვები იქიდან, ხო? ამბობენ რომ მე მაგალითად მეშინოდა როცა მივდიოდი, იმიტომ რომ არ მქონია არასდროს შეხება. სხვა ტიპის ადამიანთან შეხება და დღეს და ისეთი სიყვარულით ბრუნდებიან, წლები გადის და ჩადიან ხოლმე ამ დაწესებულებებში ისე რომ კაცი ამას აღარ ავალდებულებს და უბრალოდ მიდიან და იქიდანაც ისეთ სიყვარულს იღებენ და ეს არის
აი ის რაც ადამიანად ხვდის, ხო? და ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საზოგადოების სწორი განვითარებისთვის. თავისუფლება რა არის? ჩემს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომ აი ამ ბოლო ამ მოვლენებშიც იქნება რომ ეს არის ერთ-ერთმა თქვა ინტერვიუში, რომ თავისუფლება ის კი არ არის სიგიჟეა, ვისაც რა უნდა იმას გააკეთო, ეგრე კი არ არის. ეს არის, ეგრე არ შეიძლებაო, ხო? და სინამდვილეში არ არის სწორი განსაზღვრება, რომ თავისუფლება არ არის სიგიჟე. ცხადია. თავისუფლება არის პასუხისგებლობა. რაც მეტი პასუხისგებლობა გაქვს, იმდენად მეტი თავისუფალი ხარ. ხო, შეიძლება აბსოლუტურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, რასაც ვიძახი, მაგრამ ეს არის ესე. თავისუფლება არის პასუხისგებლობა. და რაც მეტ პასუხისგებლობას იღებ შენ თავზე, უფრო მეტი თავისუფლება გაქვს და მაშინ ხვდები, რომ ეს რა არის ნამდვილი თავისუფლება რა. და როგორც კი იტყვი, რომ ეს ჩემ პასუხი ამაზე მე არ ვაგებ პასუხს, ამაზე მე არაფერზე შენ, ქვეყანაზე შენ არ აგებ პასუხს, ოჯახზე შენ არ აგებ პასუხს, შენ თავზეც აღარ აგებ პასუხს, მაშინ უკვე სხვა გმართავს. მაშინ ყველაზე დამოკიდებული ხარ, შენ თავს აღარ ეკუთვნი. ყველაზე ხარ. ხო და სპეციალურად ხდება თავისუფლების არასწორი ინტერპრეტირება. სპეციალურად ხდება, რომ ეს თავისუფლება არაფერი არ არის და რაღაცა რა. რამოდენიმე და სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიცეს სხვადასხვა ტელევიზიაში. და მგონია, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა ჩვენი პასუხისგებლობის ქვეშ არის ყველაფერი. ფუჭდება ჩვენი პასუხისგებლობა, კეთდება ჩვენი პასუხისგებლობა, ვერავის ვერ დააბრალებ და რაც მეც აიღებ პასუხისგებლობას, უფრო თავისუფლად გრძნობ თავს. საკუთარი თავის ბატონ პატრონი შენ უნდა იყო. რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ გურამ წიბახაშვილი ქვეყნის მოვლენების ერთ-ერთი მემატიანე? ეს პასუხისგებლობა ხოა? რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა, თუმცა თავიდან როცა ვაკეთებდი ამ ფოტოებს რო ვიღებდი, სულ მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ, მაშინ პატარა ხარ სხვა რამე. მე აღმოჩნდა ეს თავისთავად დამეკისრა პასუხისგებლობა, მინდა გითხრა. იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ შენ იღებდი და მე აღმოჩნდა რომ ეს ისტორიათ იქცა რა 90-იან წლებში. სულ მეგონა რომ ისტორია არის 100 წლის წინ და 1000 წლის წინ არის ისტორია. უკან თუ წინ არ ვიცი რომელია. უკან. კი ბატონო. და აღმოჩნდა რომ 10 წლის წინ შენ ჯერ ცოცხალი ხარ და შენ რაღაცა გადაიღე 10 წლის წინ და ის ისტორია აღმოჩნდა და პასუხისგებელიც აღმოჩნდი ამაზე. ხო და ამიტომ ვიცი რა, ეხა უკვე ამას შეგნებულად ცნობიერად აკეთებ, იმიტომ რომ ხვდები რომ დღეს რასაც იღებ 10 წლის მერე კი სამ დღეშიც შეიძლება უკვე ისტორია იყოს ისე დაპატარავდა ეს დედამიწა რა. ხო და სტუდენტებთან ურთიერთობის დროს რას ფიქრობთ? აი რა არის მთავარი რაც უნდა ტექნოლოგიის გარდა? ან თავარი არის რომ ასწავლო. რა არის თავარი რაც უნდა ასწავლო? აი ზუსტად ეგ უნდა ასწავლო, რაც ახლა ვლაპარაკობდით, რომ შენი ნებისმიერი დაჭერა ღილაკზე არის პასუხისგებლობა. შენი ნებისმიერი ღილაკზე დაჭერა არის საკუთარი თავის შესწავლა. შენი ნებისმიერი ღილაკზე დაჭერა არის შენი ცნობიერების გაზრდა. და თიც მაშინ აჭერ ღილაკს, როცა რაღაცას ყურადღებას აქცევ და როცა რაღაცას გააზრებას ვცდილობ. ყველაფერზე ხო არ აჭერ ესეთიც, ხო? რაღაცას რო კონცენტრირებას უკეთებ მაშინ. რაღაცის გამოგინდება გადაღება. რა თქმა უნდა, ხო რაღაცა მიიქცია შენი ყურადღება რა. სასწავლებელი ახლა ეგ გადარჩა, იმიტომ რომ კამერა თვითონ იღებს. ხო? ერთადერთი სასწავლებელი ახლა დარჩა, რომ უთხრა რომ აი თიც რო დააჭერ, იქ გაიაზრე რატო? აი რამ დაგაინტერესა. და აი ვცდილობ რომ ეგ ასწავლო. ბოლო კითხვა, ჩემი გადაცემის ესეთი ტრადიციული შეკითხვა. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი რა არის? ჩემ შემთხვევაში ეს არის მოსწავლების, მე სულ ვიძახი რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პროფესია არ არსებობს მასწავლებლობაზე, იმიტომ რომ რეალურად მომავალს ქმნი. როგორი თაობაც იქნება, ვთქვათ, 10 წლის მერე, 20 წლის მერე, ისეთი იქნება ეს საზოგადოება, ხო? და ამას შენ რაღაცნაირად დიდი წვლილი მიგიწვის და ხო, ეს არის მე მართალი გითხრათ, საბჭოთა კავშირში ვიყავი ხო მოსწავლე და ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა მასწავლებლის სკოლის. ძალიან ძიმე გამოცდილება მქონდა. შესაბამისად, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ მასწავლებელი გავხდებოდი და დღეს ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. იმისგან განსხვავებული, რაც გახსოვთ. ხო, ანუ იმიტომ რომ
ის იყო დასანგრევი და სრულიად ახალი პედაგოგიკა შესაქმნელი დღეს და ეს ჩემს მთავარ საკეთებლად მიმაჩნია. თავისუფლება არის ზუსტად ის, რომ შენ შეგიძლია აკეთო ის, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია. თქვენი ცხოვრების მთავარი ამბავი? გამახსენდა 3 დღის წინ თუ 4 დღის წინ ერთხელ 90-იანების ბოლოს 2000-იანების დასაწყისში ერთი წიგნი გამოუშვეს ვინ არის იყო რა სჭირდებათ ეს წიგნი არ ვიცი ვინმეს მაგრამ და მეც ვარ შეგნით და იქ ერთი ბოლოს შეკითხვა იყო იქ ბიოგრაფია წერია რომ ეს ფოტოგრაფია და ბოლოს წერია რომ შეკითხვა რომ თქვენ რა კრედო თუ რა გინდათ რომ გააკეთოთ აი რაღაც აღარ მახსოვს შეკითხვა მაგრამ იქ მახსოვს რომ ეგეთ პასუხი გავეცი რომ მინდა რომ ჩემი შვილები კარგი მოქალაქეები აღზარდო მეთქი რა ეგეთი პასუხი არის იმ წიგნში შეგვიგეთ ნახო და ეხლა ეს ამბები რომ მოხდა ის გამახსენდა თქვი რომ ვა გამოვიდა მეთქი რა იმიტომ რომ ხო ანუ მთავარი ამბავი მაინც ეს არის მომავალი თაობის ვინმესთვის არ არის მაგიტომ მოვდივართ ამ ცხოვრებაში ხო ვინმესთვის არ არის ეს თავარი თუ არ არის გზიდან არ გადის სწორი გზიდან არ გადაუხვიოს საზოგადოება და ადამიანებად ჩამოყალიბება ხო ალბათ ყველასთვის ეს არის თავარი ყველასთვის ეს ყველა ხომ მაგაზე ზრუნავს რომ განვითარების ეტაპია ხო და გაიზარდე შესაბამისად უნდა გააცნობიო რომ პასუხისმგებლობა და ხვდები რომ ის არის თავარი და არა შენ ბედნიერება შვილებს მადლობა საინტერესო საუბრისთვის წარმატებას გისურვებთ მადლობა თქვენ ჩემი სტუმრები მე მაყურებელს ერთი კვირით დავემშვიდობები მომავალ კვირამდე დროებით გადაცემის პარტნიორია წყალი მთის. იცხოვრე სრულყოფილად.